ნინო, აი რაღაცა კურსი გავიარე, უკვე ვიცი ინგლისური. და შენი აზრით ვიცი? გააჩნია ცოდნას. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ინგლისური არის ყველაზე მდიდარი ენა. აი შენი აზრით რამდენი სიტყვა ინგლისურ ენაში? და რაღა უქნა. აი უხეშად, აი rough guess მომეცი. 300,000? არა, მილიონს არის გადაცდენილი ძალიან დიდი ხანია. მილიონს არის გადაცდენილი ძალიან დიდი ხანია. კაი, კიდე ერთ შეკითხვას დაგისვავ. შენი აზრით, native speaker-ი არ აქვს მნიშვნელობა, ბრიტანელი არის, ამერიკელი, სამხრეთ აფრიკელი თუ ახალზელანდიელი, native speaker-ი მოკლედ, საშუალოდ რამდენი რამხელა ლექსიკური მარაგი აქვს? აი, მილიონიდან რამდენი სიტყვა იცის საშუალოდ? აი, წეღარად ვთქვი, 300,000. ალბათ უფრო ნაკლები იცის, ხო? ანუ ძალიან შორს ხარ, ძალიან. ანუ კვლევებით დადგენილია, რომ საშუალო დონის ადამიანმა, native speaker-მა, მას აქვს პასიური ცოდნა დაახლოებით 20,000 სიტყვის და აქტიური ცოდნა აქვს დაახლოებით 10,000 სიტყვის. და ის, ვინც რაღაც აკადემიურ სფეროში მოღვაწეობს, ან ძალიან ნაკითხი არის და ასე შემდეგ, პასიური ცოდნა აქვს 40,000 სიტყვის და აქტიური მასაც აქვს 10-15,000 სიტყვის. ანუ წარმოიდგინე მილიონი სიტყვიდან ყველაზე მაქსიმუმ რო შეიძლება ყველაზე განათლებულმა ადამიანმა იცოდეს 40,000 სიტყვა პასიური ცოდნა კონდეს. ანუ შეუძლებელია რომ ინგლისური ამოწურო და თქვა რომ უკვე ვიცი. რაც უფრო მეტი შეხება გაქვს ინგლისურთან და ამ სიღრმეებში ჩადიხარ, მე ხვდები რომ რეალურად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გაქვს სასწავლი. ხა მეც ამდენი წელია არ ვიცი, ჩემი აკადემიური, ანუ სწავლიდან დაწყებული საქმიანობით დასრულებული, ეხაც მე კომფორტულება, ნებისმიერი სფერო და უშუალოდ საქმიანობის რომ ინგლისურ ენაზე არის და ვკითხულობ, ჩემი ინტერესები ყველაფერი ინგლისურად ხდება. დღე არ გადის, რომ რაღაცა არ ვისწავლო ინგლისურში, ანუ რაღაც ახალი, ან სიტყვა, ან გამოთქმათან ხო სულ ვითარდება ყოველწლიურად, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 2,000 სიტყვა ემატება, წარმოიდგინე ინგლისურ ლექსიკონს. და შენ რამდენი იცი ისე? აი, არ ვიცი, არ დამითვლია, მაგრამ აქვე გეტყვი, რომ დადგენილია ესეც, რომ საშუალოდ ადამიანს ისევ მივდივარ იქამდე, რისთვის გვჭირდება ინგლისური, ხო? საშუალოდ დადგენილია, რომ 5,000 სიტყვის ცოდნა არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ნებისმიერ თემაზე თავისუფლად ყოველდღიურად ისაუბრო. აქ არ არის რაღაც ტექნიკურ ლექსიკაზე, ხო, საუბარი ხო თუ ფიზიკოსი ხარ, ქიმიკოსი ხარ, იქ რაღაც გჭირდება, მაგრამ ამ 5,000 სიტყვის ფარგლებში აბსოლუტურად თავისუფლად შეგიძლია, ხო, იყო ყველას ყველაფერი გააგებინო, იმუშაო, ისწავლო და ასე შემდეგ. ну შეიძლება ზოგს ამდენიც არ ჭირდებოდეს, ხო, გააჩნია შენი საქმიანობის სფეროს, ხო ესეა. კი, ანუ რა სფეროში ხარ, შეიძლება ვიღაცას ჭირდება იმის ჩატარება, რა ქვია, მომეხმარე პრეზენტაციები, ვიღაცას მეილის წერა უნდა, ვიღაცას უბრალოდ სასაუბრო უნდა, რომ იცოდეს, რომ კომუნიკაციისთვის უნდა ვიღაცას სამოგზაუროდ უნდა, ვიღაცას საქმიან სფეროში, ვიღაცას აკადემიური და ასე შემდეგ. ანუ ეს დამოკიდებული არის ისევ და ისევ იმაზე, შენ რა გჭირდება, შენ საჭიროებებში, მაგრამ ისევ იმას დავიმეორებ, რომ შეუძლებელია, რომ ბოლომდე ამოწურო და ეს სულ მზარდი არის და სულ განვითარებადი არის ეს შენი ცოდნა. ამიტომ ხა ინგლისური ვიცი და აღარ მჭირდება, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ცოტა humble ვიყოთ ჯობია. აღარ ვიტყვით აღარავინ.